იქნება უშუალო მალე გთხოვთ მოუხვიოთ მარცხნივ. ჩავრთეთ მარცხნივ მოხვევის მაჩვენებელი და მოხვეულისრიან ნიშანთან, ნახეთ ღერძულა ხაზი გწაშლილია, გაუსწორდებით თუ არა წყვეტილი ზოლები ძალიან ფერმკრთალად ემჩნევა. ნახეთ, აი აქ შევნელდები, უსაფრთხოების შემდეგ მინიშნებამდე იმოძრაოთ პირდაპირ და თბილისის ქუჩის შემოსასვლელში უკიდურეს მარცხენა მხარეს. ცალმხრივ მოძრაობიანი ნიშანი, მთავარი გზა, ხმოვანმა მონიტორმა თბილისის ქუჩის შემოსვლისთანავე ათვალა მანძილი და მოგვცა პირდაპირ მოძრაობის ტრაექტორია. შესაბამისად, დასახლებულ პუნქტში ჩვენ შევეცდებით, რომ ვიყოთ მარცხენა მხარეს, რათა მარჯვენა ზოლში, როგორც ტაქსებს, მარშრუტკებს, ავტობუსებს და იმ სატრანსპორტო საშუალებებს, ვინც ჩასხდომა-გადმოსხდომაზეა ორიენტირებული, ისევე გაჩერებებიც მარჯვენა, გაჩერებული მანქანები, ესე ქუჩაში მიტოვებული მანქანებიც მარჯვენა მხარეს არიან ხოლმე და შესაბამისად, ჩვენ რო ხელი არ გვეშლებოდეს, გასწრების მარცხენა ზოლზე გავამახვილებთ ყურადღებას. როგორც კი შემოვედით თბილისის ქუჩის შესასვლელში, იდგა სიჩქარე არაუმეტეს 50. ესე იგი არაუმეტეს 50, არანაკლები 40-ის იდეალური სამართავი სიჩქარე გვექნება 45, მაგრამ ნახეთ 30-იან მაქსიმუმში შემოვედით, დოლიძის გზაჯვარედინზე შევნელდით, ქოითა გადასასვლელს არავინ არ უახლოვდება და ვაგრძელებთ. ნახეთ მეგობრებო, როცა ქოითთა გადასასვლელის ხილვადობა აბსოლუტურია, ესე იგი დაახლოებით 2-3 მეტრს გვერდებს ვაკონტროლებთ. მაშინ ტყუილის სიჩქარის ვარდნა და თავის ტყულაზე აქეთ-იქით ტრიალი საჭირო არ არის, მაგრამ თუ ხილვადობა შეზღუდული იქნება, მარჯვენა მხრიდან, მარცხენა მხრიდან, თუნდაც ორივე მხრიდან, ჩვეულებრივად ვნელდებით და იმ მხარეს მკაფიოდ ვაკონტროლებთ, საიდანაც ხილვადობა არ გვაქვს. თბილისის ქუჩაზე რომ დავეშვით, ნახეთ, კიდევ 30-იან ზონაში შემოვედით, აუქმებს მომდევნო ნიშანი, ან გზაჯვარედინი, თეორიაში ასე ვისწავლეთ. დგას მთავარი გზის ნიშანი, ესე იგი ჩვენ მთავარ პოზიციაზე ვართ და გამოჩნდა ქვეითთა გადასასვლელის და უსწორმასწორობის ნიშანი. მარტივი ლოგიკით, ესე იგი ერთ ბოძზე აკინძული ორი ნიშანი, ერთი მთლიანობა. გადმოვედით, დგას 50-იანი ისევ, თითქოს ცოტა უნდა მოუმატო და წამოვიდეთ ინერციით, მაგრამ ნახეთ როგორ არის 30-იანი კიდევ ერთხელ მიმალული ბუჩქებში და შესაბამისად ისევ შევნელდით, ისევ იგივე ნაირად აწყობილი გზაჯვარედინი, მთავარი გზის ნიშანი და 500 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარცხნივ. ორი ნიშანი, ქვეითთა გადასასვლელის და უსწორმასწორობის ნიშანი, როგორც კი გადმოვედი, ისევ იდგა 50-იანი. ნახეთ, ნებისმიერი 30-яნის შემდეგ გზაჯვარედინს გადმოვდივართ თუ არა, დგას 30 და უკვე ვიწყებთ აჩქარებას და 40+-ში მოძრაობას. ის რაც თბილისის ქუჩის დასაწყისში აღნიშნე, ნახეთ 300 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარცხნივ. რომ ჩვენ მარცხენა ზოლი უფრო მისაღებია და უპრიანია, იმიტომ რომ მარჯვენა ზოლში დგანან გაჩერებული მანქანები, სულ ეს პოზიცია გვხვდება, ამიტომ მაქსიმალურად დასახლებულ პუნქტში ვიქნებით მარცხენა მხარეს. მალე გთხოვთ მოუხვიოთ მარცხნივ. უშუალო მაფრთხილებელი გაისმა, ჩავრთეთ მარცხნივ მოხვევის მაჩვენებელი და ნახეთ თბილისის ქუჩის ჩამოსვლისთანავე ამ ორ კუნძულს შორის გავწერით, გავხედეთ მარცხნივ, მკაფიოდ მხარზე მარჯვნივ და ცურტაველის ქუჩაზე შემოვედით მარცხენა ზოლში. უნდა იდგეს ცალმხრივის ნიშანი, 300 მეტრში წრიული მოძრაობისას გთხოვთ იმოძრაოთ მარცხნივ. მაგრამ რახან არ დგას, ესე დავიმახსოვროთ ვიდეოდან, რომ ცალმხრივ მოძრაობიანი ქუჩა გვაქვს. ჩვენ ისედაც გაგვიმართლავთ, გავართ კომპიუტერის არჩეულ მარცხენაში. მალე წრიული მოძრაობისას გთხოვთ იმოძრაოთ მარცხნივ და შემდეგ პირდაპირ. დაველოდეთ უშუალო მაფრთხილებელს, ჩავრთეთ მალე მაფრთხილებელზე. შემოვედით დათმობის ვალდებულებასთან, გავხედეთ მარცხნივ არავინ გვიახლოვდება, გმირთა მემორიალზე, ნახეთ ისრები ძალიან კარგად ჩანს, მარცხენაში მოღუნული ის არიან, მარჯვენაში სწორი. შევნელდით, როგორც კი სამკუთხედით დაგვემალა, გავაჩერეთ, იმიტომ რომ ძველი რუსთავიდან საკმაოდ დიდი ნაკადი მოძრაობს. შესაბამისად, ჩამოვცალეთ თუ არა ის მარჯვნიდან წამოსული ნაკადი, ნახეთ გმირთა მემორიალზე გამოსვლისთანავე ცურტაველიდან ღერძულა ხაზს რომ არ შევხებოდი, უკიდურეს მარცხენა ზოლში. გთხოვთ შემდეგ მინიშნებამდე იმოძრაოთ პირდაპირ.